ჩვენთან არის ღმერთი. დღევანდელმა კვირა დღემ და ღვთისმსახურებამ ჩვენ ძალიან საინტერესო სახარების თხრობა შემოგთავაზა. შეიძლება უწოდოთ ამას გასაღები, ყველაფრის გასაღები. რატოა საინტერესო? იმიტომ რომ რაღაც დეტალები, უმეტესობა არის გაუგებარი. კაცი არის საუბარი ამ იგავში, რომელიც ძალიან წესიერი კაცი არის. მაგრამ იგავს ეწოდება იგავი უგუნური მდიდრის შესახებ. უგუნური კაცის შესახებ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საუბარი აქ არ არის, რომ ეს კაცი არის ბოროტი ან მომპარავი ან უსაქმური. ცოდვილი კაცი არ არის ეს კაცი. აი საქმე და გაუგებრობა ამაშია. კაცზე, რომელსაც ეწოდება უგუნური, არის საუბარი. უგუნური რა მდგომარეობაა? გონებასთან ახლო როცა არ არის. არა მოაზროვნე. ამას ნიშნავს უგუნური კაცი. არა დაფიქრებული კაცი. ზედაპირული ადამიანი. და ასეთი ადამიანი, აი როგორ ცხოვრობს, წარმოდგენილია დღევანდელ იგავში. თხრობა არის ასეთი. ორ ნაწილედია ეს იგავი. პირველი ნაწილი მხოლოდ ადამიანის შესახებ თხრობა და მეორე ამ კაცის ცხოვრებაში გამოჩნდება ღმერთი. თხრობა ასეთია, რომ ვინმე მდიდარმა კაცმა დიდი მოსავალი აიღო და ფიქრობს, რა გავაკეთო, საწავიღო დაუნჯებული. ბეღელებს, ძველებს დავანგრევ, ერთ დიდს ავაშენებ. და იქ არა მხოლოდ ამას, არამედ რაც კი რამე დაუნჯებული მაქვს, იქ შევინახავ და ვეტყვი ჩემს სულს. მრავალი წლების განმავლობაში გეყოფა ეს ყველაფერი. ჭამე, სვი და იმხიარულე. ეს არის პირველი ნაწილი იგავის. ამ კაცს არ ჭირდება ღმერთი. აი ამ თხრობაში ღმერთი არ ჩანს საერთოდ, სიტყვა ღმერთი არ ჩანს. არც ამ ადამიანის დამოკიდებულებაა მადლისმიერი, მადლობისმიერი, ღვთისმიერი და კიდე სხვა. კაცი ცხოვრობს თავისთვის. მოსავალი მივიღე, შემოსავალი დიდი მაქვს, სხვაგვარად რო გადმოვიტანოთ ახლა ჩვენზე. დაუნჯებული მაქვს მილიონები, ჭამე და სვი და იხარებთ. განიხარეთ შემოსულო. რა არის ამაში ცუდი? და ამ კაცის ცხოვრებაში ვლინდება მეორე ამ ნაწილში, ვლინდება ღმერთი და ეუბნება. ამ კაცს არ უნდა ღმერთი, მაგრამ ღმერთი ეუბნება. უგუნურო, ბოროტო არა, არა მოწყალი არა, უგუნურო, დაუფიქრებელო კაცო. დღესვე წაგართმევენ, დღეს ღამევე წაგართმევენ შენ სულს. ამოგლეჯენ შენგან ამ სულს. ეს გარდაიცვლები. და ვის დარჩება ის, რაც შენ დაიუნჯე? და დასკვნა ამ იგავისა. ასია ყველა ის ადამიანი, ვინც ღმერთში კი არ მდიდრდება, არამედ საკუთარი თავისთვის. აი ორ ნაწილედი. პირველი, საკუთარ თავთან საუბარი ადამიანისა და მეორე, მარადისობიდან საუბარი დროებითი შესახებ. და რატო უგუნური? რა გააკეთა ამ კაცმა? ისეთი, რაც უგუნურებაში ვლინდება. უგუნურება არის ის, რომ ამ კაცმა თავისი ფანტასტიკური სამყარო შეიქმნა თავში.
როგორც ეს ფიქრობს, ისე იქნება. აი ეს არის უგუნურება. ანუ სხვაგვარად რო ვთქვათ, აზროვნების სივიწროვე. სიფართოვე მთლიანად კი არ უყურებს ცხოვრებას როგორ არის. სივიწროვე მხოლოდ მე ესე მინდა და ესე ვფიქრობ. აი ეს არის უგუნურება თურმე ამ კაცისა. ბოროტება არა. არ ვიცი ახლა ეს კაცი რას გააკეთებდა ან რას არ გააკეთებდა ჩვენ არ ვიცით. მაგრამ თვითონ ასეთი დასახვა ცხოვრების გზისა არის უგუნურება. სივიწროვე, სიფართოვე არა. და აი როდესაც ჩვენ საუბრობთ, რატო არის ეს უგუნურება? რატო არის სივიწროვე აზროვნებისა? კაც ხო არ გაუკეთები პირიქით, ზარმაცი არ არის. აქ არ არის საუბარი, რომ ვიღაცამ დაუტოვა მას. შთამომავლობით წინაპრებისაგან ერგო, თუმცა ესეც ღირსეული არის, ცუდი არ არის ეს. საუბარი არ არის, რომ ვიღაცას წაართვა. ან ვიღაცისგან რაღაცა აჩუქეს. არ არის საუბარი ამაზე. მშრომელ კაცია საუბარი. ანუ უგუნურ კაცზე. იმიტომ რომ მან ცხოვრების გასაღები, აი რომელიც თავიდან თქვით, რომ ეს იგავი გასაღებია მთელი ცხოვრებისა, თითოეული ჩვენი ცხოვრების გასაღებია. ეს არის ის ამან. თურმე ამ კაცმა არის ის, რომ მასზე დამოკიდებული არის ცხოვრებაში 100%-დან ყველაზე მეტი ავიღოთ პროცენტულად 10 ან 5%. რასაც ეს კაცი აკეთებს და თითოეული ჩვენგანი რასაც ვაკეთებთ, ჩვენი რაც არის. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მონდომება 5%, 10 ვთქვათ. ანუ ეს არის ის, რომ ეს კაცი ზარმაცი არ არის, ეს მისი დამსახურებაა. ღვთისწყალობით, მაგრამ მისი დამსახურებაა, ვიღაცა ზარმაცია საერთოდ. აი ეს არის მხოლოდ მისი. და ამ კაცმა რაც მოიხვეჭა, თავისი სხეული გონია, რომ თავისია. დაუნჯებული საუნჯეები გონია, რომ თავისია. ვერაფერს ვერ აკონტროლებ კაცი შენ. და ამას თუ ვერ აზროვნებ, უგუნურებაში ხარ. აი წარმოვიდგინოთ ახლა, ესეთი მაგალითი მოვიყვანო ჩვენთვის. მშრომელი კაცია. უნდა რომ დათესოს თესლი, რათა მოსავალი აიღოს. ძალიან მშვენიერი, ღვთისმიერი პირიქით, არა მხოლოდ მშვენიერი, არამედ ღვთისმიერი, ვინც არ მუშაობს, იმან არ უნდა ჭამოს. პავლე მოციქული ამბობს ამას. გადაწყვიტა კაცმა დაეთესა თესლი. მიწა თუ არ არის, სად უნდა დათესო? კაი, შენ ზარმაცი არ ხარ, მაგრამ მიწა თუ არ არის და ისიც კარგი ნიადაგი თუ არ არის, სად უნდა დათესო შენ? და ეს მიწა თავისი პოტენციალით შენ გააკეთე, შენი დამსახურებით არის ეს მიწა ასეთი? ეს საერთოდ დედამიწა რო არსებობს, სადაც უნდა შენ ჩათესო. ეს მიწა შენი გაჩენილი არის? აღმოაჩენს რომ არ არის თურმე. და მარტო მიწა კი არ არის, ამას კარგი მიწა უნდა ქონდეს, რომ აღმოაცენოს თესლი. ეს მიწა ჩემი გაჩენილი არ არის. მეორე, მორწვა. წყალი ჩემი გაჩენილი თურმე არ არის, თუ კი დავფიქრდები. ან წვიმა არის საჭირო, ან მე თვითონ უნდა მოვწყო. კი, მაგრამ წყალი ხო ჩემი არ არის. მზის გარეშე ვერაფერი ვერ გაიზრდება. სითბოს გარეშე არაფერი არ ეშველება ამ თესლს. ესე იგი, მიწა ჩემი არ არის, წყალი ჩემი არ არის, მზე ჩემი არ არის. და ჰაერი, 4 სტიქიონი, ჰავა ჩემი არ არის. თურმე ყველაფერი არის ნაჩუქარი. და ერთადერთი რაც შემეულია, ეს ჩემი მონდომებაა, 10%.
და არა მხოლოდ ის, რასაც მე ვხედავ, ჩემი რო არ არის. ჩემს გარეშე რო ცხოვრობს და არსებობს. თურმე ჩემი სხეულიც არ არის ჩემეული. მე არ მეკუთვნის. აი რო გტკივა გული მაგალითად. დაავადება გაქვს. ხო შენია სხეული. შენ გინდა რომ კონდეს ეს დაავადება? არა მგონია. განიკურნე მაშინ, ხო შენი სხეულია? არ შეიძლება. ფულს ხარჯავს ხალხი. ყველაფერს ყიდიან, რომ ერთი ორგანო განიკურნონ მხოლოდ. სად არის მაშინ შენი ხელმწიფება შენ სხეულზე? საუბარი აღარ არის გარშემო მყოფებზე და ბუნებაზე. და საიდან ჩანს, რომ ეს კაცი მთლიანად გაუკუღმართებული და უგუნურია? აი საიდან ჩანს ეს, რომელი სიტყვებიდან? სახარებაში არის ნათქვამი. რას ეუბნება საკუთარ თავს ეს კაცი? სულო ჩემო, დაუნჯებული გაქვს მრავალი წელიწადი. წელიწადისთვის ჭამე, სვი და იხარებდ. და სულს ეს არ ჭირდება. სულს ჭირდება სხვა რამე. მაგრამ მისი სული განხორციელებული კი არა, განხორციელებული. სხეულით შემოსილია, გაუხეშებულია. სული და სხეული ერთმთლიანია, სხვაგვარად ვერ აზროვნებს ეს კაცი. სხვაგვარად რომ თქვათ, მისთვის ფასეულობების სულიერი არ არსებობს. ისეთი ფასეულობები, როგორც არის ღმერთი, როგორც არის მარადისობა. შენ თუ იქიდან არ უყურებ ამ ყველაფერს, მარადისობიდან თუ არ უყურებ, შენ ხარ ილუზორულ ქვეყანაში მცხოვრები კაცი. უგუნურება სწორედ ეს არის. ეს იგივეა, ეს სულს რო ეუბნება, საკუთარ სულს რო ჭამე და სვი. ეს იგივეა, აი კაცმა, მწყემსმა, თავის ხვარს, რომელიც მშიერია, ან ძროხას, ან თიკანს, მიუტანოს კარგად გამზადებული ხორცის საკვები. და უთხრას, შენ ცოდო ხარ, ჭამე, მე შენთვის შევწვი ეს ხორცი. ნახე როგორი სურნელოვანია. და ეს მშიერი დარჩება ეს ხვარი. იმიტომ რომ ხორცს არ ჭამს. შენთვის რომ ნორმალურია, სულისთვის ნორმალური არ არის. ცხვრისთვის არ არის ნორმალური ეს. სულს სხვა მოთხოვნილებები აქვს. მაგრამ ამ კაცის სულიერება არის ხორცით შემოსილი, როგორც თქვით. და თუ ხორცით შემოსილია, ფასეულობები მხოლოდ ხორციელია. იმისი ჭკუა სხვაგან ვერ მიდის. კუჭის იქით ვეღარ ხედავს. გართობა, საუნჯის დაგროვება და მორჩა. მეტი რა უნდა კაც? რაში ჭირდება ასეთ კაც ღმერთი? მაგრამ უგუნური იმიტომ არის, როგორც ღმერთი ამბობს. რომ შენზე დამოკიდებული არ არის 90%. შეიძლება მეტიც. და ამას შენ რომ ვერ იაზრებ, რომ წარმავალი ხარ, დღეს ხარ და შეიძლება საღამოს არ იყო, აი ამის აზროვნება რო არ აგავს და ტვინი რო არ გიმუშავებს. სხვაგვარად რო თქვათ, ქრისტიანული გაგებით ფილოსოფოსი რო არა ხარ. ხარ ლუარსაბ თათქარიძე. აი იმიტომ ხარ უბედურ დღეში. ბოროტი არა ხარ. უკეთური არა ხარ. მომპარავი არა ხარ. შეიძლება მოწყალე ხარ. მაგრამ ცოდო ხარ. მოაზროვნე კაცი არა ხარ. უგუნური კაცი ხარ. რატო? სიბიწროვე გაქვს აზროვნებაში. ცხოვრებას ვერ უყურებ რეალურად.
აი იმიტომ უგუნურება ეს. აი როცა ადამიანი, აი რა არის არაუგუნურება მაშინ ესე თქვათ. უგუნურება რა არის არაუგუნურება? სიბრძნე რა არის? თავარი, ამომავალი, ყველაფრის თავი, გასაღები როგორც თქვით. როდესაც ადამიანი ფიქრობს თავის წარმავლობაზე და ის რაც გააჩნია დღეს რაც გააჩნია მატერიალური ხვალ და ზეგ შეიძლება მისი შვილებისაც არ იყოს ეს რეალობაა ეს მე მინდა და მე ვავაშენე და ეს ტყუილებია რამდენი მდიდრის შვილები ანწვანან სამარეში ან გაუკმართებულები და სულ სხვები ცხოვრობენ მათ სახლებში რამდენი ერთი და ეს ხო რეალობაა ამას ხო შენ უნდა გაუსწორო თვალი და თუ ეს ასია გინდა სხვები ნუ ცხოვრობენ კაცო შენებმა იცხოვრონ ღმერთმა დაუშვას ასე და ღმერთმა ინებოს მაგრამ შენ ხო იცი რომ ეს ყველაფერი შენზე არ არის დამოკიდებული შენი ძალისხმევა კი მხოლოდ ეს არის ისიც ის ძალებიც გავს დროებითი მოხუცდები სადღაც 50 წლის შემდგომ და დამთავრდება შენი თავქვეში ხარ რატო ხარ ესე კაცო მე მინდა ყოველთვის ახალგაზრდა ვიყო არ არის ესე ამას თვალი უნდა გაუსწორო კაცმა ფანტაზიებში კი არ უნდა ცხოვრობდე რომ მე არ დავბერდები ან რომ დავბერდები რაღაცას გავიკეთებ რაღაც საცხოვრობ კაცო რომელ სამყაროში ცხოვრობ შენ ზღაპრები გაქვს საკითხული უამრავი თუ სად თუ კი კაცი აქედან ფიქრს არ იწყებს და შეფასებას თავისი ცხოვრების გზისა ანუ იქიდან რომ მე წარმავალი ვარ მე მოკვდავი ვარ ყველაფერი უმეტესობა ჩემზე დამოკიდებული არ არის და ის რაც მე მაქვს სხეულის ჩათვლით ხვალდაზე აღარ მექნება ესე იგი მე სულ სხვა ფიქრი მჭირდება სულ სხვა დამოკიდებულება მჭირდება იმისადმი რაც გამაჩნია მე დღეს აი აქედან გამომდინარე რომ ფიქრობს კაცი მაშინ არის ბრძენი კაცი ამას დიდი წიგნების საკითხვა არ ჭირდება შეიძლება წიგნიერი იყო მაგრამ ჩვეულებრივი სულელი იყო ადამიანი სიბრძნე იწყება აქედან და თავდაბლობაც აქედან იწყება სხვაგვარად არის უგუნურება ჩვენი ცხოვრებისა აი პატარა მონაკვეთი პატარა იგავია მაგრამ არის ყველაფრის ამხსნელი წარმომაჩენელი უგუნური ადამიანის ცხოვრების საცოდავ ყოფაში რომელიც წარმოდგენაზე არ არის რა ხდება ამ სამყაროში მეოცნებე სხვაგვარად რო ვთქვათ ხიბლში მყოფი კაცი ოღონდ რელიგიურ ხიბლში კი არა რელიგიური ხიბლი ძალიან გაუკმართებულობაა საშინელი ავადმყოფობაა ფსიქიატრებიც ვეღარ შველიან რელიგიურ ფონზე გაუკმართებული ვინც არის ხიბლში მყოფი მაგრამ არის მეორე ხიბლიც მატერიალისტური ხიბლი აი ეს ხიბლი აქვს აი ამ კაცს დღევანდელ იგავში რომელიც არის მოხსენებული და ვარ თუ არა მე ეს კაცი ეს უკვე მე ვიცი როგორც სიტყვიან ვარ თუ არა გამოფხიზლებული და არა უგუნური აი ეს არის რეალობა ჩვენი ცხოვრების შელამაზება არ ჭირდება არ გამოგვივა როცა უნდა კაც რო შეალამაზოს ხო არ გამოვა და მე ვარდება დეპრესიაში სასოწარკვეთილებაში მე არ მინდა მე უნდა გავიქცე თავს უშველო ფსიქიატრი მჭირდება ამ დროს ფსიქიატრი კი არა
თავდაპირველად გასაღები რო ქონოდა ამ კაცს, მიიღებდა ცხოვრებას ისეც, როგორიც არის და გამოსავალს მოძებნიდა. თუ მოკვდავი ვარ, თუ ჩემზე დამოკიდებული უმეტესობა არ არის და რაც კი რამე გამაჩნია, ისიც მხოლოდ ჩემი ძალისხმევა კი არ არის, უმეტესობა ნაჩუქარია, თუ ესე უყურებ, მაშინ მე გამოსავალის ძებნას ვიწყებ. რა, ფილოსოფია შევისწავლო, ბუდიზმი შევისწავლო, ისლამი შევისწავლო, ის შევისწავლო, ქრისტიანობა შევისწავლო. ეს უკვე სხვა სალაპარაკო თემაა. რომელია მათ შორის გამოსავალის მთქმელი, ბუნებითი გამოსავალისა და სხვა. ეს კიდე სხვა ამბავია. მაგრამ კაცი ხილში რო არის, იქ რომელ გამოსავალზეა საუბარი? კაცის სული ხორცით შემოსილი არის იმედის დამამყარებელი იმ საუნჯეებზე, რაც აქვს. იმას რა სიჭირდება შენი ისლამი, თუნდაც იუდაიზმი, ბუდიზმი, ქრისტიანი, რა სიჭირდება? ისედაც კარგად არის ეს კაცი. საერთოდ არ ჭირდება. სანამ ვიცოცხლებ. მატერიალური აზროვნების ხიბლი. და ეს არის უგუნურება. ყველაზე დიდი. დაგლოცოთ ღმერთმა და მოგცეს უფალმა გამოფხიზლების უნარი ყველას, რომ ამ უგუნურ მდგომარეობაში არ ვიყოთ. ჯვარი გეწეროთ, იცოცხლეთ.